რუსთავში მუნიციპალურ ტრანსპორტს აახლებენ დღეიდან ახალი ტრანსპორტი მოსახლეობა ჟიული შარტავას სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში დიდუბის ავტოსადგომზე გადაიყვანს. რუსთავის მერის ცნობით ავტობუსი ბასლენის ხაზზე იმოძრავებს და უახლოეს მომავალში ორი ახალი ხაზიც ამოქმედდება. მერიამ 20 მილიონი ლარით 70 ახალი ავტობუსი შეიძინა. დიდი მოთხოვნა იყო რუსთავი თბილისის მიმართულებით, რაც პრემიერის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით და დღეს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება, ეს არის რუსთავი დიდუბის ავტოსადგური. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით სტუდენტებზე იქნება მორგებული და ამით დავასრულებთ სატრანსპორტო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმა სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა. მოგეხსენებათ, რომ რეფორმა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის და ასევე ცენტრალური ხელისუფლების უშუალო ჩართულობით. რეფორმირების ნაწილი გულისხმობს იმას, რომ თბილისის მიმართულებით ის, რაც პრინციპში ჩვენს დაპირებას წარმოადგენდა ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი, გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვავითაროთ ადგილობრივი თვითმმართველობები და რეგიონი.